Advokati Lashat Kasheladze's komentari შეგვიძლია მოვისმოთ ის გამოვიდა პროცესიდან ლევან ხაბეიშვილის. რაც შეიძლებოდა რომ ეს ადამიანები გამოსულიყვნენ, მაშინ აქციაზე დღეს სასამართლოში დადგინდა, რომ ერთი მხრივ ლევან ხაბეიშვილს არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული, რასაც ჩვენ საუბრობდით, მაგრამ მეორე მხრივ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო ლევან ხაბეიშვილმა ბოდიში და სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, მაგრამ ბრძოლა გრძელდება, გაგრძელდება საქართველოსშიც და ევროსასამართლოშიც. რომელი მუხლი გადაუკვალიფიცირა, რა ბრალი აქვს ახლა დამტკიცებული უკვე სასამართლოს მიერ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაზე ჩვენ კარგი. დათო პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენ დავრჩეთ თუ შეიძლება. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხაბეიშვილის ეს გადაწყვეტილება დარბაზში მხოლოდ დამსწრებმა მოისმინეს. არ დასწრებია თავად ლევან ხაბეიშვილი ამ გადაწყვეტილებას. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ბრალი ქთამის დაპირება გადაეკვალიფიცირებინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 318 მუხლის პირველ ნაწილზე შესაბამისად 2 წელი და 6 თვე მიუსაჯა ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ შეგვიძლია ცოტა ხანში მოვისმინოთ ახლა კომენტარები. გიორგი კონდახაშვილი არის როგორც ანუ ყველა არის უკაცრავად და ჩვენს ყველა არის და ჩვენს უნდა ვიმუშაოთ. საბოტაჟი 318 მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს. სამოხელეო დანაშაული რომ აქ არ იყო, ეს არის 2-2 4 და ამას ნებისმიერი იურისტი მათ შორის თვითონ პროკურატურასაც არ სჯეროდა ამ კვალიფიკაციის. რაც შეეხება საბოტაჟს, ნახავთ განაჩენს გავეცნობით. არავით არის განმარტება მოსამართლემ არ გააკეთა. უბრალოდ მე მიხარია ის რომ ლევანს 5 და 6 წლის ნაცვლად მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე. საბოტაჟი მოგეხსენებათ 2 წლიდან ითვლება. თუმცა რა თქმა უნდა აბსურდია, რომელ საბოტაჟზე არის საუბარი, რომელ სახელმწიფოს დასუსტებაზე არის საუბარი. საუბარი იყო ლევანის მიერ მოწოდებებზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ ჩაედინა დანაშაული, არ ეძალათ მოქალაქეებზე და ამისთვის მიიღებდნენ ჯილდოს. აი ეს არის და ეს. რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, აქ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე. როგორც ჩანს, სასამართლომ არ გაიზიარა ლევანის განმარტებები ყველა გამოსვლაში, რომ იგი საუბრობდა მშვიდობიან და კონსტიტუციურ დამხობაზე. ალბათ სასამართლო გააკეთებს განმარტებას, რომ ეს გულისხმობდა ერთს და ამბობდა ერთს და გულისხმობდა მეორეს. თუმცა დამეთანხმებით გონირული ეჭვმა სტანდარტისთვის შეუძლებელია ასეთი დასაბუთება, რომ პირი ერთს ამბობდეს და მეორეს გულისხმობდეს, თუ კი ამაზე მტკიცებულება არ არსებობს. 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა. გიორგი კონდახაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მე შევეცდები ახლა სხვა ადამიანების კომენტარებიც მოგასმენთ, როგორც მოისმინეთ ადვოკატის შეფასება, გადაკვალიფიცირდა ეს მუხლი, რომელიც გულისხმობდა ქთამის დაპირებას საჯარო მოხელისათვის საბოტაჟის კვალიფიკაციით შესაბამისად მიესაჯა ლევან ხაბეიშვილს 2 წელი და 6 თვე, თუმცა უფლება-დამცველები არც ამ კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ხდომათა დარბაზში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გამოუცხადებია, თუმცა მას შემდეგ, რაც დაწერს ის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილს, დიდი ალბათობით განმარტავს თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო. აქ არიან შეკრებილები ლევან ხაბეიშვილის თანაგუნდელები. ირაკლი ფავლენიშვილს ხედავდა, მას ჩავრთავ. ახლა პირდაპირ ეთერში ვართ ბოდიში. ირაკლი, გითხარით ამ გადაწყვეტილების შესახებ 2 წელი და 6 თვე მიესაჯა ლევან ხაბეიშვილს, გადაუკვალიფიცირა მოსამართლემ მას ქთამის დაპირების მუხლი. როგორ ფიქრობთ, რა მოტივაციით მოხდა ეს ხაბეიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა? ეს არის უპრეცედენტო ბრალი საქართველოს ისტორიაში. მე ვფიქრობ, ალბათ სოფლიოს მასშტაბითაც შეიძლება უპრეცედენტო საქმე იყოს. მე შეგახსენეთ, რომ ადამიანი ციხეში ზის იმის გამო, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, პოლიტიკოს შეუძლია დაპირება გაცეს და იმ ქვეყანაში, სადაც უფასო ფულის დაპირებით მოვიდეს, სადაც ნახევარ საქართველოს ცეცხლები გაუნულეს. ეხლა მით უმეტეს, როცა საუბარი არის ქთამზე, რომ არაწამოთ ჩემნაირად მოქალაქეები. ხო ვიცით როგორ აწამეს ლევან ხაბეიშვილი, ხო 27 წუთის მანძილზე და წამების ასე ვთქვათ, ცხვერპლი ადამიანი იგივე ორგანომ, რომელმაც აწამა, შემდგომში შეთითხნილი ბრალდებით ჩასვა ციხეში და ერთსაც დავამატებდი.
ლევან ხაბეიშვილი რამეს გამო კი არის ეს უბრალოდ ბიზნესმენმა თქვა რომ ეს კაცი არ უნდა იყოს გარეთ ვიდრე რომ ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და გამარჯვების რწმენა და სულისკვეთება დაუბრუნა ქართულ ხალხს და მე მინდა ლევანს მიმართო თუ ეხა გვიყურებს რომ აუცილებლად ვიზამთ ყველაფერს რომ მის რწმენა ის სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდეს და მალე დავუსხათ როგორც ლევანი ისე ყველა სხვა ჩვენი თანამებრძოლი და ქართული ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს და ის სულისკვეთება რომელიც გაღვივდა არ დამარცხდება ნამდვილად. დიდი მადლობა ირაკლი პავლენიშვილს უსმენდით თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში აქ გაჩვენებთ რა ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოს გარეთ მოქალაქეები დროშებით არიან შეკრებილები ისინი ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად და მის საგულშემატკივრად მოვიდნენ ამავე საქმეზე ბრალდებული სტატუსი ჰქონდა მურთაზ ზოდელავასაც ქალბატონ მაიას ხედავთ მურთაზ ზოდელავას მეუღლეს პირდაპირ ეთერში ვარ ძალიან გთხოვთ ქალბატონ მაია გვითხრით ამ გადაწყვეტილების შესახებ ბატონ მურთაზ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ იმ მოტივით რომ თითქოს მან ხაბეიშვილის დაკავებისას გამოძიებას ხელი შეუშალა ბრალი რამდენად აბსურდული იყო ჩვენ ვისმენდით ადვოკატის დასაბუთებას გითხარით თქვენი პოზიციაც უნდა მიეღო თუ არა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მურთაზის შემთხვევაში რომელსაც უკვე აქვს ისედაც მსჯავრდებული სტატუსი და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჭა. ჩვენ სასამართლო განხილვების დროს ყველა თვალსვადევნებდით რაოდენ აბსურდული იყო ბრალი რომელიც ჰქონდა წაყენებული მურთაზს სასამართლომაც ძალიან კარგად ნახა ეს მის რეაქციებზეც ყველა ვაკვირდებოდით მოწმეთა ჩვენებების დროს როგორი იყო მისი რეაქციები თუმცა მე არ გამკვირვებია იმიტომ რომ ამ პირობებში ოპონენტების გამართლება არ შედის მათ ინტერესში და შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ ერთი განაჩენით 7 წლით გამოკეტეს ციხეში ადამიანი მაინც მეტი საიმედოობისთვის ალბათ გამართლებული, მჟავრდებული მათ არ სჭირდებოდათ. ეს არის და ეს. დიდი მადლობა. მურთაზ ზოდელავას მეუღლეს უსმენთ, რომელიც არ ესწრებოდა თავად ხდომას და გადაწყვეტილებას მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ამ ეპიზოდზე და ასევე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძისას მოისმენენ უკვე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც მოისმინეთ შეფასებებით, ადვოკატები არ ეთანხმებიან ამ კვალიფიკაციას, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხაბეიშვილის ნაწილში გადააკვალიფიცირა ერთი მუხლი, თუმცა მას 2 მუხლს ედავებოდა პროკურატურა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.